გარეთ ვამბობ, რომ დედა არის ყველაფერი, დედა ბოძი და უკავშირე დედა ენას, ყველაფერი და სახში დედა ნიველირებულია. რა თქმა უნდა, ეს დიდი პრობლემა არის, დაუშვათ ეს მასკულინური გამოვლინებების მქონე ადამიანებში. თუმცა მე ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ძლიერი მამაკაცი მარტო იმიტომ უნდა იყოს, არა მარტო ძლიერი ზურგი თავისი შვილისთვის, არამედ მთლიანად ოჯახისთვის და მაგალითად წახალისება იმითი კი არ უნდა გააკეთოს, რომ არიქა ეხა ჩვენ უნდა დავლიოთ აუცილებლად ერთი ბოთლი ღვინო თითომ 13-14 წლის ასაკში, არამედ 13-14 წლის ასაკში მისმა შვილმა უნდა იცოდეს რა არის პირადი სივრცე და საჯარო სივრცე, როგორ მოიქცეს პირად სივრცეში და როგორ მოიქცეს საჯარო სივრცეში. მამასთან უნდა შეეძლოს არა დაუშვათ სექსუალურ თემებზე საუბარი მხოლოდ და მხოლოდ კომერციულ სექს მუშაკთან დაკავშირებით, არამედ უნდა შეეძლოს საუბარი 3, 5, 7, 8 წლის ასაკში სხვადასხვა მოცულობით თემებზე, როგორიცაა სექსუალობა, როგორიცაა პირადი სივრცე, როგორიცაა ღირსება, როგორიცაა თუნდაც თავდაცვის მექანიზმები, გოგოსაც უნდა შეეძლოს ამ თემაზე საუბარი მშობლებთან და მამასაც უნდა შეეძლოს საუბარი გოგონასთანაც და ვაჟთან.